რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამზადებს ახალი გაძლიერებული მობილიზაციის თვალას და ახალ შეტევას უკრაინის ჩრდილოეთში. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში ოფიციალურად განაცხადეს, რომ უკრაინა აშენებს უწყვეტ თავდაცვით ხაზს კიევის წყალსაცავიდან სუმის ქალაქამდე. იმისთვის, რომ გამოირიცხოს რუსეთის მხრიდან ახალი შეტევა და მტერს არ მიეცეს შესაძლებლობა, შექმნას ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონა. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დაზვერვის ანგარიშის შემდეგ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად კრემლი გეგმავს შეტევით ოპერაციებს და ემზადება მეტი ცოცხალი ძალის ჩასართავად, კერძოდ ახალი მობილიზაციის გზით. უკრაინას აქვს რუსეთის გენშტაბის დოკუმენტები, რომლებიც ამას ადასტურებს. ამასთან ერთად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველომ შეიტყო რუსეთის არმიის გეგმების შესახებ, რომლებსაც წლის განმავლობაში კიდევ რამდენიმე ათეული ათასი უცხოელი და მიგრანტი უნდა მოეწვიათ მობილიზაციაზე. მე მქვია ალექსეი პიჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი, მოიწონოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pichi News-ი. ბმული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მაშ, ამ გამოშვებას დავიცლებ ამ თემაზე ერთ-ერთი არაშესამჩნევი სიახლით. დიდ ბრიტანეთში ჩარლზ მესამესთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა შემაშფოთებელი განცხადება რუსეთის დიქტატორის ვლადიმერ პუტინის გეგმებზე. ამას New York Post-ს აუწყა ტუჩების წაკითხვის სპეციალისტმა ნიკოლა ჰიკლინგმა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეძლო ტრამპისა და დიდი ბრიტანეთის მეფეს შორის საუბრის გაშიფრვა და ტრამპმა თითქოს ბრიტანეთის მეფეს შემდეგი სიტყვები უთხრა. ციტატა. ეხლა მე პუტინთან ვსაუბრობ, მას სურს შემოსვლა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თუ ის გააკეთებს იმას, რაც თქვა, ის გაანადგურებს მოსახლეობას. ამაზე პასუხად ჩარლზ მესამემ შესთავაზა, რომ ეს ცოტა მოგვიანებით განეხილათ. შემდეგ საუბარი გადავიდა დონალდ ტრამპის პროექტზე, რომელიც გულისხმობდა თეთრ სახლში ბალნის დარბაზის აშენებას 400 მილიონი დოლარის ღირებულებით. მაგრამ პუტინთან დაკავშირებულმა განცხადებამ, რა თქმა უნდა, ბევრი შეაშფოთა. ამიტომ აქ ღირს, როგორც ამბობენ, გადავიდეთ მოვლენების ადგილიდან მიღებულ სიახლეებზე. უკრაინა აშენებს უწყვეტ თავდაცვით ხაზს კიევის წყალსაცავიდან სუმის ქალაქამდე. რათა გამოირიცხოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ახალი შეტევა და არ მისცეს დაუბანავ მტერს, ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონის შექმნის შესაძლებლობა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის ძალების სარდლობის საინჟინრო ჯარების უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვასილი სიროტენკომ განაცხადა, რომ დღეს მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სამუშაოები ეშელონირებული თავდაცვის გაძლიერებისა და მშენებლობის მიმართულებით, სუმიდან დაწყებული, კიევის წყალსაცავით დამთავრებული. მან აღნიშნა, რომ სპეციალისტები ყველაფერს აკეთებენ, რათა ფორტიფიკაციები უმოკლეს ვადებში აშენდეს. შემდეგ მისი ციტატა. იმისთვის, რომ არ იყოს სიურპრიზები და მტერს ამ მხრიდან ვერ შეეძლოს ჩვენს სახელმწიფოსთვის საფრთხის შექმნა, მით უმეტეს, რომ შექმნას ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონა მოახდინოს გავლენა ჩვენს ტერიტორიაზე და მოგწიოს სახელმწიფო საზღვრიდან. გენერალმა სიროტენკომ თქვა, რომ ახლა საუბარია გამაგრებითი ნაგებობების აშენებაზე. არა მხოლოდ ფრონტის ხაზთან მდებარე 20 კილომეტრიან ზონაში, არამედ 100 კილომეტრამდე მანძილზეც. ეს არის სიღრმე საბრძოლო შეხების ხაზიდან ან სახელმწიფო საზღვრიდან, სადაც არა მხოლოდ მდებარეობს ძირითადი ლოგისტიკური გზები და სამხედრო კოლონების გადაადგილების მარშრუტები, არამედ ხორციელდება სახელმწიფო ლოგისტიკური ოპერაციებიც. შემდეგ მოდის კიდევ ერთი მისი ციტატა. მე ვფიქრობ, რომ მალე ძალიან მოკლე დროში ვილაპარაკებთ ასეთ მიწისქვეშა გვირაბებზე. მიწისქვეშა გვირაბები, რომლებიც ჩვენთან გამოიყენება ჯარების მიერ ლოგისტიკური გასასვლელების უზრუნველსაყოფად პოზიციებზე, დაჭრილების ევაკუაციისთვის და სხვა მიზნებისთვის. აქვე შეგახსენებთ, რომ რუსეთის დიქტატორის თქმით, რუსეთის არმია ცდილობს შექმნას ბუფერული ზონა საზღვრის გასწვრივ სუმის ოლქში. აღმოაჩინა სუსტი ადგილები თავდაცვაში და შესაძლებლობები საზღვრისპირა სოფლების დასაკავებლად. ამჟამად რუსებმა კონცენტრირება მოახდინეს ძალების დასახლებულ პუნქტებთან, გრობოვსკაიასთან და მიროპოლსკაიასთან. ამის შესახებ საუბრობენ Deep State-ის პროექტში. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მტრის მიზანია ბუფერული ზონის შექმნა, მათ შორის ბელარუსის საზღვართანაც. ამიტომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამზადებენ ამ ფორტიფიკაციებს კიევიდან სუმამდე. მაგრამ ჩნდება სხვა შემაშფოთებელი სიგნალებიც. მიუხედავად მნიშვნელოვანი დანაკარგებისა, კრემლი გეგმავს შეტევით ოპერაციებს და ემზადება მოსაზიდად. მეტი ცოცხალი ძალის მოზიდვა, განსაკუთრებით მობილიზაციის გზით.
უკრაინას აქვს რუსეთის გენშტაბის დოკუმენტები, რომლებიც ამას ადასტურებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელ ოლეგ ივაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, გენშტაბის დოკუმენტებში რუსეთის გენშტაბი აღიარებს, რომ ვერ ასრულებს თავისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დავალებას და ამბობს, რომ მას მეტი საარტილერიო მექანიზმი სჭირდება. შემდეგ ციტატა. უკრაინის თავდაცვის ძალები უზრუნველყოფენ რუსეთის არმიის შეტევითი პოტენციალის განადგურებას, ხოლო ოკუპანტების გამოუსწორებელი დანაკარგების მაჩვენებელი უკვე საერთო დანაკარგების დაახლოებით 60%-ს შეადგენს. შესაბამისად, უკრაინის ამოცანა ოკუპანტის გამოუსწორებელი დანაკარგების პროცენტის კიდევ უფრო გაზრდა. ფრონტის ხაზზე დრონების გამოყენების ინტენსივობის ზრდა და ჩვენი შორმანძილზე მოქმედი სანქციების მასშტივრება ვირება რუსეთის იარარის წარმოებისა და ნავთობის ინდუსტრიის წინააღმდეგ. ეს სწორედ ის სანქციებია, რომლებიც ახლა ტუაპსესკენ მიფრინავს კრასნოდარის მხარეში. რის გამოც იქ უკვე ეკოლოგიური კატასტროფაა. ასევე ზელენსკიმ დაამატა, რომ პარტნიორებს აცნობებს მოსკოვში ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ ოპერაციების დაგეგმვის შესახებ. ასევე ბელარუსის რუსეთის კრიმინალურ ამოცანებში ჩართვის მცდელობებს. ამასთან ერთად მთავარი სადაზვერვო სამმართველოში Зведки Министерства обороны. შემდეგ გაიგეს, რომ რუსეთის არმიას 2026 წლის განმავლობაში სურს მობილიზება მოახდინოს 20,000-მდე უცხოელისა და მიგრანტის. კერძოდ რუსეთის გენშტაბის მობილიზაციის სობილიზაციის სამმართველომ და მოქალაქეობისა და უცხოელთა რეგისტრაციის სამსახურმა დაადგინეს 18-დან 60 წლამდე ასაკის უცხოელთა რაოდენობა ყველა ფედერალურ ოლქში. კითხვა რისთვის? ჩემი აზრით აშკარაა. რუსეთის ფედერაციაში სამხედრო კომისარიატებმა საბოლოოდ მიიღეს გეგმა, რომ 97 შერჩევის პუნქტის მეშვეობით კონტრაქტზე უცხოელების რეკრუტირება უნდა მოხდეს 0.5-დან 3.5%-მდე. რუსეთის ფედერაციის სამხედრო უწყებები მთავარ მობილიზაციურ რესურსად მიიჩნევენ უზბეკეთიდან, ტაჯიკეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი ყირგიზეთიდან წარმოშობილ პირებს. ასევე მიმდინარეობს აგიტაცია ბანგლადეშის, სუდანის, ჩადის, აფრიკისა და აზიის ქვეყნების მოქალაქეებს შორის. უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველო აღნიშნავს, რომ უცხოელებს მთავარ მოტივაციად სთავაზობენ დიდ ფინანსურ უზრუნველყოფას, შეღავათებს და რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებას. თუ ეს პრეფერენციები არ მოქმედებს მობილიზაციის პოტენციურ მსხვერპლზე, გამოიხენება დაშინება, ზეწოლა და იჯულება. ანუ ყველაფერი კლასიკურად. რუსეთში უცხოელ მოქალაქეებს ემუქრებიან ტურისტული ან სტუდენტური ვიზის გაუქმებით. ასევე უარს ეუბნებიან ვიზის ან შეღავათების გაგრძელებაზე. საუბარია ყოფნის ლეგალიზაციაზე და ამბობენ, რომ არსებობს ალტერნატივა. გინდა დარჩე რუსეთში, წადი და მოკვდი რუსეთისთვის. აი სულ ესა. ასე რომ პუტინის სამწუხაროდ მზად არის ომი გააგრძელოს და რუსები საერთოდ არ ეცოდება. აქ წერტილებს დავაყენებ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწყაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამას შეძლებთ ნებისმიერი დონატის საშუალებით. ბმულებზე და რეკვიზიტებზე, რომლებიც აღწერაშია მითითებული. ამ ვიდეოსთან ან თქვენს ეკრანებზე არსებულ QR კოდზე. ამით დავასრულებ. იზრუნეთ საკურთხათ თავზე. ყველას მშვიდობით.